შემდეგი მეცხრე თუ ბავშვი იზრდება ქებაში ის სწავლობს იყოს მადლიერი. მე ვთვლი რომ მადლიერება ადამიანის მთავარი თვისებაა. შენ თუ ეს სამყაროს კანონია რომ შენ თუ მადლიერი ხარ იმისი რაც გაქვს აუცილებლად მოგეცემა მეტი. აუცილებლად ეს სამყაროს კანონია და თუ არა ხარ მადლიერი იმისი რაც გაქვს აუცილებლად დაკარგავ იმას რაც გაქვს. აი თქვა თუნდაც ჯამთელი ხარ, ინვალიდი არ ხარ, ორი ფეხი გაქვს, ყოველი დღე გაჩუქა, ყოველი ახალი დღე და გგონია რომ ეს ჩვეულებრივად უნდა გათენდეს და კიდე ერთი დღე უნდა იცოცხლო. ხო არ არის ეგრე, ყოველი დღე ხო საჩუქარია და ყველაფერი რაც გვაქვს, ხო, უნდა დავაფასოთ. ნებისმიერი აი ნივთიდან დაწყებული ყველაფერი, ხო? თუ არაფასებ ამას, ეს მადლიერება არა გაქვს, აუცილებლად კარგავ. და თუ მადლიერება გაქვს, აუცილებლად გემატება და მეც გაძლევს სამყარო. ეს არის აი გარდაუვალი წესი რა და ნახეთ ეს მთავარია ადამიანის ბედნიერებისთვის. აი ეს მადლიერება რო ასწავლო, უნდა შეაქო. აი რა მარტივია თურმე, ხო? რომ ბავშვი გაიზარდოს მადლიერი, შეაქე, ოღონდ გონივრული. აი მხოლოდ იმაზე, რაზეც მართლა იმსახურებს. თუ არ იმსახურებს, ის უკვე სულ სხვა სცენარულ უფრო ხო, იმიტომ რომ ნახე როგორ არის და ყოველთვის იპოვი იმ რაღაცა საქციელს, რაზეც შექებას იმსახურებს ბავშვი. ყოველთვის იპოვი, ყოველ დღე რომ დააკვირდა, რაღაცას კარგად ყოველთვის აკეთებს. რეალურად უნდა შეაქო. არარეალური რომ შენ ხარ ყველაზე კაი და არარეალური რაც არ გაუკეთებია, იმაზე რომ შეაქო, ეს პირიქით ძალიან ცუდ როლში ჩააგდებს. შეიძლება ტირანის როლში, შეიძლება იქ არის ბევრი სცენარული როლები, არაჯანსაღი, როცა დაუმსახურებლად აქებ, უკვე ძალიან ცუდია. მაგრამ ყოველთვის შეიძლება თუ აკვირდები ბავშვს, რომ რეალურად ოღონდ ესეც გადამეტებული, გადაჭარბებული არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ოღონდ ეს ძველ დროში ეხლა ისე ძალიან აღარ არის, მაგრამ აი კომუნისტების დროს უფრო იყო ხოლმე, რომ მეო სპეციალურად არ ვაქებ ჩემ შვილსო და პირიქით რომ აკრიტიკებ, რომ უფრო კაი გაიზრდებაო და არ არის ეს სწორი. არ არის სწორი. პირიქით აგერ გვეუბნებიან, რომ მადლიერი რო გაიზარდოს, შეაქე. აუცილებელია, ოღონდ ადეკვატური შექება, ხო?